მზია ამაღლობელი დღეს სასამართლოზე გამოიკითხება პროცესი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებელს ივანიშვილის პროკურატურა დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ასამართლებს, მას 4-დან 7 წლამდე ვადით ციხეში გაშვებას უპირებს. პროცესები უკვე დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სავარაუდოდ საბოლოო განაჩენს თვის ბოლოს გამოაცხადებს. მზია ამაღლობელის პროცესს ესწრებიან პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციის წარმომადგენლები, ეს არის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და რეპორტიორების საზღვრებს გარეშე. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ისინი გუშინ რუსთავის ქალთა კოლონიასთანაც იმყოფებოდნენ. Ვფიქრობთ, რომ მზიას საქმე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისთვის გლობალური მასშტაბით. გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. გუშინ მიმყოფებოდით ციხის წინ. იმედი გქონდა, რომ გავუგზავნიდით სოლიდარობის გზავნილს. ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობაზე და დღეს მოუთმელად ველით მოვუსმინოთ პროცესს. ამ საქმეში მთავარი არის ის, რომ მზია ამ ქვეყნის წამყვანი ქალი ჟურნალისტია და წარდგენილი აქვს შეთითხნილი, არაპროპორციული ბრალდებები. უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ძალიან გვაშფოთებს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა, ალბათ თქვენ ხედავთ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ძალიან ბევრი სტუმარია მოსული ამ ცდომაზე დასასწრებად, რაც უკვე მათ თქვეს, არის ძალიან ცხადი, ძალიან ნათელი და ძალიან ერთმნიშვნელოვანი, რომ მზია არის უკანონო პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და რაც ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, სასწრაფო საკითხია ამ წუთში, ეს არის, რომ განსაკუთრებული და გადაუდებელი ყურადღება უნდა მიაქცეს მის ჯანმრთელობას, მის მხედველობას და სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს ახალი კვლევები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გაირკვეს, რატომ გაუარესდა მისი მხედველობა ასე დრამატულად. ხალხის მტერი ივანიშვილი და კობახიძე არიან დიქტატორები, ასრულებენ ვლადიმერ პუტინის ბინძურ ბრძანებებს. დღეს ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ერთადერთი და ყველაზე სწორი არჩევანი არის ევროკავშირი. არა დიქტატურას, შეწყდეს რეპრესიები, მოვითხოვთ დემოკრატიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მზია ამაღლობელის და სინდისის სხვა პატიმრების საქმეს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საგანგებო მიმართვით გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩო ერჩი გარეთ უორდი განცხადებას ქართულ ენაზე ავრცელებს და ოცნების ხელისუფლებას აფრთხილებს. ელჩი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ჟურნალისტებისა და სხვა კრიტიკოსების დაპატიმრებებსა და რეპრესიებს ბრიტანეთის მთავრობა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებად განიხილავს. დიპლომატია იმეორებს ევროპული მთავრობების მოწოდებას ოცნების მიმართ, დაკავებულების გათავისუფლების, რეპრესიული კანონების გაუქმებისა და ეროვნულ დიალოგში ჩართვის შესახებ. გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს. როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ამიტომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. გაუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩართოს ეროვნულ დიალოგში
ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.